ლევან, დასაწყისში ბევრი საინტერესო რომ ვახსენეთ ისეთი, რომელიც ასე ვთქვათ, თქვენი ინტერესის სფეროშია და ხშირად აკომენტარებთ. მათ შორის თუნდაც ეს ეგრეთ წოდებული საბიუჯეტო პრიორიტეტები, სადაც ძალოვანების მიმართ ზრდა არის მნიშვნელოვანი, ბოლო წლებში გასამაგებული არის ზოგადად სუსის დაფინანსებაც და ვახსენე რომ აი 60 მილიონი ჭირდება არაერთხელ დათვლილ და გადათვლილ პროექტს მოსწავლეებისათვის საჯარო სკოლებში კვების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტი არ არის, მაგრამ რაც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს ამ დღეებში, ეს არის ჩამოყალიბებული პოლიტიკა, არა რაღაც გადაცდომები ან ემპათიის ნაკლებობა ან სხვა რამ, რაც უკავშირდება ქალების მიმართ, მათ შორის საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების მიმართ, განსაკუთრებულად მკაცრ დამოკიდებულებას მთელი ამ სისტემის, რომელშიც მარტო პატრული არ ფიგურირებს, იქ მოსამართლე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ახალგაზრდა გოგოს უბრალოდ პროტესტის გამოხატვის გამო 2 კვირით კაპეზეში გამომწვევა მიუსაჯოს და დედამის დაუმატოს დღეს 5 დღიანი პატიმრობა. კიდე იმის გათვალისწინებითაც, რომ ოჯახის თითქმის ერთ-ერთი წევრი იყო თბილისიდან ზესტაფონში რო ატარებდნენ წამლის გადასაცემად. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც ძალიან იცავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას, განსაკუთრებულად აღნიშნავს სხვადასხვა დღესასწაულებს, რომლის ღერცაც ისტორიულად წარმოადგენს ჩვენი წმინდანების ღვაწლი და ვართ სინამდვილეში, როდესაც აი ყველაფერი თითქოს ამოტრიალებული რეალობა არის. შენი შეფასება ზუსტად ამ მხრივ მაინტერესებს მეც და მაყურებელსაც, როგორ მივიღოთ ეს რეალობად და დავიჯეროთ ვერ ხვდებიან ისინი, მათი მრევლი ვერ ხვდება ფარისევლობის ხარისხს და სიღრმეს, თუ უბრალოდ დაწყობთ, რომ ეს ესე იყოს და თავი მოიკატუნო. გამარჯობა პირველ რიგში. მიხვედრას რომ მათი ამორჩევლით დავიწყებდი, მე ვფიქრობ, რომ უკვე იმდენად ცხადია ყველაფერი, რომ აქ დაჯერება იმის, რომ იმის ჯერა, იმის რაც ხდება, რასაც ამბობს პროპაგანდა, სიმართლე არის, უბრალოდ აბსურდი არის. იმიტომ რომ ვისთანაც მისაუბრია, ყველა ამბობს, იმას კი არ ამბობს, რომ მართლები არიან, ამბობენ, რომ ეხლა ესე არის საჭირო. ანუ ძალიან პრაგმატული არჩევანი არის, რომ ძალადობა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს, არის საჭირო და რას იზამ, ეგეთი ის არის, რა ქვია, მიზანი ამართლებს საშუალებას, იმიტომ რომ რაღაც ალტერნატივა არის უარესი. ეხლა ალტერნატივის უარესობა ზოგ შემთხვევაში შეიძლება არგუმენტად იყოს, რომ აი აბომი გინდათ, მეორე შემთხვევაში თქვა რაღაც დაბრუნდებიან ისე თქვა ნაციონალები, მაგრამ ძირითადი მაინც რაც არის ის სარჩო, რომელსაც იღებენ რეჟიმისგან ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები, მათ შორის ძალოვანები, მათი ნათესავები, საკრებულოებში მომუშავე ხალხი და ასე შემდეგ. ანუ საქართველოს მოსახლეობის ძალიან რაღაცა გარკვეულმა ნაწილმა ცნობიერად აირჩია, რომ მისი შემოსავალი არის უფრო ძვირფასი ვიდრე სამართლიანობა, ვიდრე ტრადიციები, ვიდრე ქართველობა და ძალიან ბევრი სხვა რამ, ხო? მათ შორის საგარეო ორიენტირი ქვეყნის. ამიტომ აი, ოღონდ მანდაც პრობლემური არის საკითხი, რომ ყველა ხვდება, რომ ეს არის უბრალოდ დროებით, იმიტომ რომ ამ ვითარებაში ჩვენ როგორც სახელმწიფო ვეღარ გადავრჩებით, თუ მართლა ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხარით ევროპას და ისევ გადმოვედით რუსეთსკენ. ამიტომ ძალიან პრაგმატული, ძალიან კონკრეტული არჩევანი არის, ამიტომ კამათ იმის, რომ გადავარწმუნოთ ვინმე, რომ აი რაღაც არჩევნები რომ მოხდეს და ჩატარდეს ქვეყანა დაიქცევა, ჩემი აზრით ცოტა უაზრო არის ამ ეტაპზე. რაც შეეხება ტრადიციებს, ძალიან საინტერესო ის ფორმატი შექმნა ოცნებამ, ზოგადად პოლიტიკური აბსურდის, ხო? ერთი მხრივ ეს არის პარტია, რომელსაც მართავს ადამიანი, რომელიც თავად პოლიტიკოსი არ არის, ის რაღაცა ერევა პოლიტიკაში მისი სხეულების სახით, რომელიც ხან ერთი არის, ხან მეორე, ამათ იშორებს, მე ახლით ანაცვლებს და ისეთი, რა ვიცი, იმაში რომ ვიყოთ, რომანში რომ ვიყოთ, საინტერესო აღწაწერი იქნებოდა, უბრალოდ ჩვენი ცხოვრება რო არის წყინს ცოტა. და იდენტობის თვალსაზრისით საინტერესო ის არის, რომ სხვა შორის ამხრივ საინტერესო იყო დღევანდელი ინფორმაცია, როდესაც ბატონ ღარიბაშვილს გირაუს უზრუნველყოფისთვის საკუთარი საცხოვრებელი სახლი ჩაუდია და ეს სახლი თავის დროზე დეკლარაციაში აღწერილი იყო, როგორც ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი ღარიბაშვილის ოჯახი. ხო, ძალიან საინტერესო. ხო, სიმბოლურად შეიძლება იმან ჩაადებინა ეგ სახლი, ხო, ალბათ რომელიც ჩემია დამბრუნეობა. მაგრამ რომ არც ეკნა ამის მიერ გაკეთებული ეს ჟესტიც თავში დავცინეს. და თვითონ იდენტობის თვალსაზრისით რითიც გამოირჩევა, თქვა ყველა სხვა ავტორიტარული რეჟიმისაგან, ავტორიტარულ რეჟიმებს აქვს განსაკუთრებული რაღაცა
განსაზღვრული პოლიტიკა, ხო? ან თქვა იდეოლოგია. პუტინი არის რომ თქვა ჩვენ ვართ სუვერენული დემოკრატია, რაღაცა ვიცავთ თავს ნატოსგან, რაღაცა ბრძოლაში ვართ, იქ რაღაც მართლმადიდებლობის დამცველები ვართ, ზნეობრივი დამცველები ვართ. ამ სიტუაციაში უბრალოდ მართლა პრაგმატულად რაც უფრო საჭირო არის ხოლმე, იმის მიხედვით იცვლიან ზნეს და ჩაოლებას მათი პროპაგანდისტების და ამორჩევლების, ხო? მაგალითად, დასავლეთთან ურთიერთობა ინტენსიური პრობლემული შეიძლება ყოფილიყო, იმიტომ რომ იდენტობას დავკარგავდით, საუდის არაბეთთან, ან თქვა ემირატებთან, ან თქვა რუსეთთან ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ინვესტიცია არის, მაგალითად, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც მიტკიცებდა, მოგხსენეთ ათეისტურ ჩინეთთან. ათეისტურ ჩინეთთან, ხო, ანუ ოფიციალური იდეოლოგიის მქონე კომუნისტი. კი, ხო, ანუ და ოღონდ ათეისტურ ჩინეთზე კობახიძე მისის თქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ანუ შეკითხვა რომ დავსვათ, რომ ვისთან უფრო საერთო გვაქვს მეტი ბულგარეთთან, რომელიც თქვა მართლმადიდებელი სახელმწიფო არის თუ ათეისტური ჩინეთია, რომელი ესპანეთი თქვა, ესპანეთთანაც უფრო მეტი გვაქვს. ხო, საქმელევან უნდა გითხრა, რომ სწორედ ეს შეკითხვები დასვა თიკო ერაძემ პარლამენტში და შეუზღუდეს საბოლოო ჯამში ამის შედეგი იყო, რომ ერთი თვით აუგზავნეს იქ შესულა. ნუ დეტოქს გაივლის, ამ შენობაში პასუხს მოვისმენ ჩვენს ზეგუგო დროებაში. და მაგალითად დღეს საინტერესო იყო ყოფილი იუსტიციის მინისტრი წულუკიანი, რომელიც რაღაცა ზონაზე მოქცევის ქურდულ წესებს იმას აკეთებდა, ხო, რომ აი ესე არ მოსულა მოქცევა მასივარი გამოიტანო იქიდან. იუსტიციის მინისტრი არის საუბარი. ანუ ესენი არიან მზად, რომ ნებისმიერ საკუთარი იდენტობა მწამსი შეხედულება სამყაროს შესახებ იმის მიხედვით შეცვალონ, რაც იმ წამს მომგებიანი არის. მაგალითად გავრცელდა სურათი, რომ აი ადამიანს გამოაქვს მაცივარი, მისი კუთვნილი, რისი უფლებაცრულებით ჰქონდა და ეხლა საჭიროა პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რომ ეს წარმოვაჩინოთ როგორც რაღაცა კატასტროფა, ხო? იუსტიციის მინისტრი სამართლის მცოდნე ადამიანი უცებ ქურდული ენით გვესაუბრება, რომ ესე არის საჭირო. ან მაგალითად მეორე შალარამიშვილი იყო, მეორე პროპაგანდისტი უცებ ისევ ქურდულზე ალაპარაკდა, რომ აი რაღაც არ მოსულა ციხეში ესეთი ქცევა, ადამიანი, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში მეც არაფერს არ აკეთებს, რომ პოლიციელები საქებარ სიტყვებს არიშურებს და მხარს უჭერს ნებისმიერ ძალოვანს, რაღაცა ლოყის გარტყმა არ შეიძლება პოლიცია, ანუ ერთდროულად ადამიანი საკუთარ მაყურებელს ეუბნება, რომ პოლიციელზე თავდასხმა არ შეიძლება, იმიტომ რომ სახელმწიფო და მე ამბობს, რომ აი ქურდულში ესე არის ცხოვრების წესი და ამიტომ ეს რაღაცა ესე უნდა ვიქცეოდეს. ეს ხო პარადოქსი არის, მაგრამ მიჩვეული არის უკვე პროპაგანდისტელი არსი, ზუსტად ეს პარადოქსილობა არის, რომ ერთდროულად წარმოგაჩინონ, რომ თან არიან თქვათ ევროპული ოჯახის წევრები, თან არიან კონსერვატორები, როგორებიც არიან საუდის არაბეთში ან თქვათ იმაში ირანშიც კი, ხო? ანუ ერთდროულად ახერხებენ ამას, ხო? ან ერთდროულად არიან ქურდული მენტალობის და ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას აპირებენ. ერთდროულად შედიან ევროპაში და თან გამოდიან ევროპიდან და ასე შემდეგ. ეს კატასტროფული ცნობიერების მდგომარეობაა, რომელიც განასხვავებს ერთი მხრივ სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან სასარგებლოც არის, იმიტომ რომ რასაც ხედავთ არის რაღაცნაირი აი როგორა სირბილში იფიქრებენ ახალ არგუმენტებს და ვეღარ ასწრებს პროპაგანდა, რომ ისეთი ღრმაფესვები ქონდეს, როგორც ეს ქონდა მაგალითად ძალიან დიდ კამპანიას, თქვათ, ომი გინდათ კამპანია, რაც იყო. ხო, ეს იყო კარგად გათვლილი, კარგად ნაფიქრი, კონკრეტულ შიშებზე აღმოცენებული პროპაგანდა, რომელიც ამით საზრდოობდა და ამიტომაც იმუშავა ძალიან კარგად. მაგრამ უცებ როდესაც ადამიანს, რომელსაც არწმუნებდი, რომ დიდი ინვესტიცია ნიშნავს კონტროლს, დღეს ეუბნები, რომ დიდი ინვესტიცია კარგია და ჩვენ ამას ქრისტიანულად უნდა მივუდგეთ, ანუ მაგალითად აბოთფილელიც არაბი იყო და ამიტომ რაღაცებზე არ უნდა ავიშალოთ ნერვები, სრული აბსურდი არის, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს გუშინდელი გადაცემა, სადაც ამბობ, რომ ინვესტიცია ნიშნავს მორჩილებას, ყიდვას და მის კონტროლს, ხო? და ეს ვფიქრობ, რომ ეს ტემპი ზოგადად ცვლილების, აი იდენტობის ცვლილების რა, რომ ჩვენ ერთდროულად თქვათ ახლა ქალებზე ვახსენეთ ჩვენ, ხო? ქალების დამცველები ვართ, ხო? რაღაცნაირად ეგეც ერთ-ერთი ქართული ტრადიციული ერთი ხაზი არის, ხო? მაგრამ ეშლებათ ნელ-ნელა ხელში, აბსოლუტურად შემოეფრთხნათ ხელში და ვეღარ ასწრებენ მაგალითად ამ ქალების ისე წარმოჩენას, როგორც პროპაგანდას აწყობს, ხო? ნაციონალებად, მოძალადეებად, არაქალებად და ესეც სადა კობახიძემ და ყოველ ჯერზე, როდესაც ესეთ რაღაცა ნამდვილად არაკაცულ ჩვენი გაგებით იმას განცხადებებს აკეთებენ, ხოლმე უკან უბრუნდებათ, ხო? იმიტომ რომ არ მუშაობს, უკვე აღარ მუშაობს საკუთარ ამორჩეველზე, გარდა იმ ხალხისა, რომელსაც უბრალოდ დავალებული აქვს, რომ მოიწონონ ეს გზავნილები. ეს საიმედო ამბავი არის, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ უკვე ძალიან აჩქარებული არის მათთვის ტემპები, ჩამოშლაზე და იმაზე არ საუბრობ, უბრალოდ ის, რომ არა აქვთ დრო, რომ დასხდნენ და შეიმუშაონ და რეალურ გამოწვევებზე უწევს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ძალიან კარგი. ერთი მხრივ იმის გასაცნობიერებლად, რომ დღის წესრიგს ეგენი არ ქმნიან, დღის წესრიგი სხვაგან იქნება, ერთი მხრივ ჩვენ ქმნით დღის წესრიგს და ხედავთ პოლიციელებს, რომლებიც დარბიან და არ ვიცი რას მოუფიქრებენ მაგას, მეორე მხრივ ხედავთ, რომ გარშემო იცვლება სიტუაცია და მაგაზე უწევთ რეაგირება და მესამე საკუთარი პოლიტიკაც კი იმდენად არა თან
წინამორბედმინდევრული არის, რომ რაღაცა უცხო სხეულივით არის ხოლმე მათი საერთო პოლიტიკის შიგნით, მაგალითად უნივერსიტეტის რეფორმა, ანუ იმდენად ნაჩქარევი არის, რომ ძალიან უჭირ დალაგება საერთო დიდ ამ რაღაც პროპაგანდისტულ ნარატივში, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია deep state-თან საბრძოლოად, მაგალითად, ხო? ანუ იდეალური რეფორმა იქნებოდა, რომ ცოტა დაფიქრებული იყო და ეთქვათ, რომ აი deep state-ისთვის ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ ყველაზე მყარად ეგ ღერძი არის დღემდე შენარჩუნებული, ხო? მაგრამ ისევ და ისევ, რა ჩვენთვის ამოცანა რა არის და მნიშვნელოვანი რა არის, როდესაც ძალიან დიდი ნარატივი იმსხვრევა, ის იმსხვრევა პერიფერიიდან. და ეხა ეგ ძალიან კარგი მომენტი არის იმისთვის, რომ შევყვეთ თუ ამის ძალა და ჭკუა გვექნება, რომ შევყვეთ აი ამ პატარა სულელურ ლაფსუსებში, რომელსაც რეჟიმი უშვებს და შევყვეთ ძირამდე რაღაცნაირად და აი თუ ვინმეს რამე უნდა აუხსნათ, უნდა აუხსნათ. რას გულისხმობთ მაინც კონკრეტულად თამაში? მაგალითები დონე. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ ჩვენ გვატყუებენ. აი ვამბობთ, რომ თქვენ გატყუებენ, რომ ამათ რამის წამთ, მაგალითად. გუშინ იყვნენ მემარცხენეები, დღეს არიან კაპიტალისტები. გუშინ იყვნენ ვიღაცა მორწმუნეები, დღეს არიან ათეისტები. ათეისტი იყო კაცი გაცხადებულად ოფიციალურად. მაგრამ მე მორწმუნე გახდა, მაგრამ ეხლა ის ათეისტი გახდა, ხო? ინვესტირება მოახდინა ისეთი ტიპის პროექტში, რომელმაც მოახდინა დამაჯერებლობა შექმნა იმის, რომ მას ეკლესიისთვის და ქრისტიანობისთვის შეეძლო რაღაც გაეკეთებინა. აბსოლუტურად. თუმცა გაცხადებული ათეისტი. ხო, მაგრამ ნახეთ იცით დაუკვირდით, გარდა იმისა, რომ მაგალითისათვის ეხლა მე მახსოვს ძველი დრო რო გავიხსენოთ, ძველი იმედის პერიოდში, ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მოვლენა რაც იყო, ოფიციალური ნებართვის არ მქონე იმ მომენტისთვის, მაგრამ ნაკურთხი მშენებარე ეკლესიის დანგრევა, ხო? დღეს დაახლოებით, ნუ შეიძლება არა იმ მასშტაბის, მაგრამ მოვლენა მოხდა მაგალითად აფრიკის დასახლებაში, როდესაც ასევე მშენებარე ეკლესია დაანგრიეს. სადაც მოძღვარი კონკრეტული ამბობს, რომ ჩვენ მქონდა კურთხევა ამაზე, ჩვენ დავიწყოთ მისი მშენებლობა და ასე შემდეგ. ერთი და იგივე ხალხი, რომელიც მე სახელებით მახსოვს, მაშინ რომლებიც ძალიან კაცრი გამოხმაურებებით გამოირჩევდნენ, სხვათა შორის თავად საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, დღეს უკეთეს შემთხვევაში დუმილს ინარჩუნებენ და ზოგიერთები უკვე საერო ნაწილში იძახიან, რომ აბა როგორ ეხლა იქ ნებართვა თუ არ ქონდა, არ უნდა დაეწყო თუნდაც ეკლესიის მშენებლობა და ასე შემდეგ. ესეთი ლაბილური ესე ნაწილები არის. იმას დააკვირდით, მათ რელიგიაზე როცა საუბრობთ, მამა დოროთე ყურაშვილის ამბავს დააკვირდით, ხო, ანუ ადამიანები, რომლებიც როდესაც რამეზე ვაკრიტიკებთ ხოლმე, აბსოლუტურად ზრდილობიანი ფორმით, თქვა სამოდელოება იქნება ეს თუ ეკლესიის რომელიმე გადაწყვეტილება, გვაცხადებენ იმათ, რა ქვია, ათეისტებად და მწვალებლებად და მამა დოროთე ყურაშვილს ისე აგინეს მათ შორის პარტიის მაღალმაჩინოს პოლიცსაბჭოს წევრმა, ისე გავლენიანმა ტიპმა, რომ მე ისე მაგაზე ვართ რა, როცა გეუბნებიან რომ მღვდელს არ აგინო, მაგრამ მე ვაგინებ, მან ჩანს რომ უბრალოდ მართლა ფიქრის დრო არა აქვთ რა. მაგრამ თავის გამართლება აქვს, რომ ეს მათი მღვდელი არ არის. ამიტომაც ახლა მათი ღერძული ხაზი პროპაგანდის არის ის, რომ ის პატრიარქს ეწინააღმდეგება. არა და მამა დოროთეს ყველა გამოსვლა იწყება და მთავრდება პატრიარქის ღვაწლის აღწერით და მისი დაცვით მათ შორის. და ნუ მამა დოროთეს დამემართებაში ამ დღეებში ძალიან გააქტიურდა აშკარად უკვე ორგანიზებული მიგზავნები ადამიანების, რომელსაც უკვე პროვოკაციების სუნი უდის და მე მგონია რომ ამ ხრევაც მეტი სიფრთხილე იქნება. ძალიან ბრძენი ადამიანია და იმედი მაქვს რომ არ აყვება ამ პროვოკაციებს, დარწმუნებული ვარ ამაში. რაც შეეხება აი თვითონ ოცნების რას გულისხმობს, როდესაც ჩამოშლაზე საუბრობთ, პირველი დღიდან აი რომ გავიხსენოთ მისი დეგრადაცია, ხო, პარტიის. ეს იყო გარშემო ხალხი ამ ცენტრის გარშემო, რომელსაც რაღაც იდეა ჰქონდა, მაგალითად სახელმწიფოზე, დასავლეთზე, ნატოზე, ხო, თქვა პირობითად ირაკლი ალასანია გაეროში მუშაობდა ელჩად და დაიცვა საქართველოს თავის დროზე, ხო? არაერთი სახელი გვარი შეგვიძლია დავასახელოთ. ამიტომ ის რაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ცენტრში დგას კორუფცია, ოლიგარქია და გარშემო არის ფასადი, ნელ-ნელა ეგ ჩამოიშალა, ხო? და მაგალითად ბოლო პერიოდში, როდესაც თქვა ლიბერალური დემოკრატია უარყო და მე სოციალიზმი, სოციალ-დემოკრატიაც უარყო და მე რესპუბლიკაც უარყო საბოლოო ჯამში, მაინც ეყრდნობოდა რაღაცა ამ ქართულ ტრადიციონალისტურ ნარატივს, ხო? რომ აი ჩვენ შეიძლება ეს და არ გვაწყობს თქვა ლიბერალური, მაგრამ გვაწყობს ქართული. დღეს რასაც უყურებთ, ის ჯგუფებიც კი, რომლებიც ჩვენ ვიცოდით, რომ მის მიერ იყო კონტროლირებული, ხო, მაგალითად ალტინფო იქნება ეს, იმიტომ რომ საიდან ვიცით, რომ კონტროლირებულია, მათ მიერ აღმართული ჯვარი მაგალითად დღემდე ხელი არ დაუხლია, როდესაც უცებ ვატყობთ, რომ ისევ დღეს ეს მაგალითად მე მოიყვანეთ, ეგ ხო დაანგრია, ანუ ამ შემთხვევაში დაანგრია, იმიტომ რომ მოქალაქეს ეხებოდა ნებართვის, ესეც ნებართვის გარეშე, მაგრამ ამას ხელს ვერ კიდევს, რატო ვერ კიდევს, ხო? სხვა პარტია არის დღეს ის, რომელმაც ეგ ჯვარი აღმართა, რატო ვერ კიდევს ხელს, ხო? მაშინ თუ რაღაც ან შეთანხმება, ამ ბრძანება არ აქვს, ხო? მაგრამ აი ეს კონტრადიქცია. აქ ვახსენეთ, რომ უბრალოდ ჯვარი კი არ აღემართინდა იქ, არამედ ევროკავშირის დროშა ჩამოახსნევინა და დააწყვეტა დემონსტრაციულად, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლური ვიზუალური გზავნილი დიდი აქტი იყო, ხო? ანგარიში მოსკოვისთვის. თქვენ არ ვიცი უყურებთ თუ არა, მაგრამ ეხა აი ეს ტრადიციონალისტური კონსერვატორული ფლანგი ვინც იყო, ხო, დაწყებული იმ ხალხის, რომელსაც მე არ ვსიმპათიზირებ
სიმპათიზირებს საერთოდ და პირიქით მათთან აბსოლუტურად არაფერი ბევრი არ მაქვს საერთო. ძალიან ლოგიკურად ისევ დგანან კონსერვატიულ ტრადიციულ საფუძვლებზე და იქიდან აკრიტიკებენ ქართულ ოცნებას. ანუ დღესდღეობით აღარაფერი აღარ შერჩა ხელში, რომელიც იქნებოდა მისი მმართველობის გამართლება, როცა ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობ, აღარ არსებობს ლეგიტიმაციის არც ერთი ღერძი, რომელზეც ის დადგებოდა. ერთადერთი ისევ, რაც შეიძლება ყოფილიყო იყო კორუფცია. ანუ ამით შეეძლო, რომ ხალხი შემოეკრიბა და კობახიძე წავიდა და კორუფციასთან გამოარცხა და ბრძოლა, რითიც ფაქტიურად ცელი გამოისვა, იმიტომ რომ ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელიც ერთდროულად ეწინააღმდეგება დასავლეთს, ეწინააღმდეგება არაბულ ინვესტიციას, ეწინააღმდეგება ათეისტურ შინეთს. რუსეთიც დიდად არ მოწონს, იმიტომ რომ ფაქტი არის ოკუპაცია, მაგრამ კორუფცია მოწონს. და აი მაგის გამო ამ ყველაფერს რაღაცნაირად თვალს ხუჭავდა. ეხლა კორუფციაც თუ მოაშთე, უბრალოდ არის ჰაერში გამოკიდებული ადამიანი იდენტობის გარეშე, რომელიც არის უბრალოდ გაბრაზებული იმის გამო, რომ ფულს ვეღარ შეულობს. და დღეს დამერწმუნეთ, აი ეს ბიზნეს წრეები, რომლებიც ადრე იყვნენ ძალიან მჭიდრო კავშირში რეჟიმთან, ან თქვათ ის ტენდერებში მონაწილე ხალხი, ან საერთოდ რატომ იდიოტა საკრებულოში ადამიანი თუ არ შეუძლია რომ იმ საკრებულიდან ფული აიღოს. დღეს ყველა არის შეშინებული, ან საკუთარი კადრები ყავთ შეშინებული რა და ეხლა იმის პრობლემა კი არა აქვს, მათ რომ რუსთაველი გააკავონ რამენაირად. ის ხალხი უნდა გააკავონ, რომელიც საკრებულოებში ყავს სინამდვილეში. სხვა შორის ბოლო ხანებში სრულად აუხსნელი და გაუგებარი გადაჭარბებული აგრესია დევნის თვალსაზრისით პოლიტიკური ოპონენტების ოპოზიციის რა იგივე გახარიასთან მიმართებაში გასაგებია იქ პერსონალური სიძულვით დიდწილად დომინირებს, მაგრამ იგივე სააკაშვილის გადაყვანა ციხეში და ამ შემდეგ ეს ყველაფერი ხო რაღაც თვალსაზრისით თავისი გაღიზიანებული აი ამ მხარდამჭერების ასე თქვათ ცოტა დაწნარებისთვის კეთება, მაგრამ ახლა ციხეში გადაიყვანეს ხო? იმის ჯურღმულში ხوار ჩააგდებენ იქ აი არის რაღაცა გარკვეული ზღვარები, იგივე გამოაცხადეს ზებნა თითქმის გამოაცხადეს გახარიაზე ხო? სპეცოპერაციას ხوار ჩაატარებენ, ანუ რაღაც ზღვრებს, კედლებს მივახლოვდნენ, რომლის იქითაც უბრალოდ წასვლის რესურსი აღარ არის, რომ კვებონ აი ეს რაღაცა გაუგებარი განწყობები, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა და ღიზიანდება. დღეს შემთთვის ნიშანდობლივი იყო სხვა შორის შემკითხე რომ ადევნებ თუ არა თვალს ყველაფერს ვადევნებ და ამ მიდევნებაში ერთ-ერთი ყველაზე დომინირებადი უკმაყოფილება რაც მოდის არის ამ ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად შესული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც თითქმის ყველანაირი ჯარიმების ლამის გაორმაგებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით. ისე ეს გაგიჟებული და გადარებულია ხალხი, მანქანას ვერსად ვერ აყენებენ, ვერაფერს ვერ შვებიან და ახლა უკვე ზოგ შემთხვევაში გაორმაგება, გასამაგება, გაუთხმაგება ხდება კიდევ რა. ანუ ეს ჯარიმები რომ ვიღაცა პირბადით გავიდა პროტესტზე, ის კაინო ბოდიში ამ გამოთქმისთვის ფეხებზე ეკიდა, რომ თვითონ არ გადიოდა, მაგრამ აქ უბრალოდ ცხოვრება ხდება უბრალოდ შეუძლებელი. და მან ორი რამე არის. პირველი, ეს გამღიზიანებელი, რომელიც უშუალოდ ადამიანს ეხება, იწვევს შეკითხვების დასვას, ხო? ანუ მაგალითად რაღაც რომ გაწუხებს ფეხსაცმელში, მე იწყებ ფეხსაცმლის გამოკვლევას, რა და აი დიდი ჯარიმა 200 ლარი რომ მივა პარკირების გამო, აი ეს ადამიანი ნელ-ნელა გამოეთიშება სისტემას და დაიწყებს ამ სისტემის ანალიზს და აუცილებლად დასვას შეკითხვას, რომ მაგალითად მე მეუნებოდა იმედი, ან რომელიმე პროპაგანდისტული არხი, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური და ყველაფერი ძალიან კარგად არის და არაფერი არ გვჭირდება, არც დასავლეთისგან, არც არავისგან არაფერი არ გვჭირდება, იმიტომ რომ კარგად ვართ, იმიტომ რომ მდიდრდებით. და უცებ 200 ლარი ჯარიმა გახდა. რატო გახდა 200 ლარი ჯარიმა? თუ ყველაფერი კარგად არის. ანუ და თან პლუს ამას რატო ვერ ვიხდი მე ამ 200 ლარი ჯარიმას? ანუ ჩემთვის რატო გახდა ესეთი ძვირი ცხოვრება და ჩემი ხელფასი რატო აღარ არის საკმარისია? ეგ ერთი. ამავდროულად მე ის მიაკვლიოს, რომ სხვისი ხელფასი გახდა 14000 ლარი და მიაკვლიოს იმას, რომ სხვა ადამიანს, რომელიც გვერდზე დააყენა მანქანა, იმიტომ რომ სულში მუშაობს, არ დაუჯარიმებიათ და ნელ-ნელა იმას დაინახავს, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის უსამართლო სახელმწიფო, ეს ერთი. და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, მეთოდურად ძალიან საინტერესოა და მაგით არის სასაცილო უკვე ამათაში. ლაინის ზღვარის ხაზის გადაკვეთაზე 200 ლარი რო უყურებს ბარჟნი როგორ დააგრიელებენ და დაშრიალებენ სხვადასხვა იმანქანებზე არ ბრაზდება ადამიანი, ბრაზდება იმაზე, ვინც იცის რომ ნებართვა გასცა რომ ამათმა ესე იგრიმიტონ ჩვენი უფლებების ხარჯზე, ხო? უკვე იმაზეც ბრაზდებიან, შევესწარი რამდენიმე ძალიან აგრესიული ინციდენტს მაგასთან დაკავშირებით, უკვე ყველაზე ბრაზდებიან იმაზეც, ვინც ესე დადიში და ცხადია იმაზე, ვინც ამის ნებართვას აძლევს. ძალიან კარგი. და ერთი ნიუანსი არის, ორველს აქვს ეს თემა აღწერი, რომ ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ფრონტზე ყველაფერი ძალიან კარგად არის და წინ წავიწიეთ და ეს ვინსტონი ამას ეს ნიშნავს, რომ საღამოს რაღაცა უცებად გაძვირდება და იქ იმაზე შოკოლადის ფასი აიწევს რა. ანუ ისაც გემრიელი არის და წესით უნდა კარგი იყოს და ხელმისაწვდომია, დაკავშირებულია კარგი ამბავით სუდ ამბავთ. აი ამას ათამაშებენ ხოლმე. ხა გუშინ სააკაშვილის გადაყვანა და დღევანდელი ჯარიმები უკვე შეიძლება მაკორელაციაში მოვიყვანოთ ერთმანეთთან, რომ ცდილობენ იცოდნენ რომ მაგ ჯარიმების გაზრდა მოუწევდათ, მიიღეს კიდევაც ხო კანონ პროექტი მაგასთან დაკავშირებით, მაგრამ რითი უნდა გადაფარო? უნდა გადაფარო იმით, რაც ჯერ კიდევ აბრაზებს, მაგრამ მოდი გულახდილად დავსვათ შეკითხვა, რომ როდესაც ჯარიმები გაიზრდება,
უკვე ადამიანი აღარ იქნება თანახმა, რომ მოიტყუოს თავი, მაგალითად სააკაშვილის საფრთხეობელათი, ხო, რომ ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ქვეყანას დააქცევს. იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ ადამიანმა თვალი დახუჭა უსამართლობაზე თავის თანამოქალაქეების მიერ, დახუჭა თვალი, რომ დედაშვილი ციხეში დაიჭირეს, დახუჭა თვალი ყველა იმაზე, იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ერთი წელია ვუყურებთ, იმისთვის ეხლა სააკაშვილი რეალური საფრთხე იქნება თუ არ იქნება, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. დახუჭა იმის გამო, რომ ხელფასი ჰქონდა სტაბილური და ცხოვრება მეტნაკლებად შესაძლებელი იყო. მაგრამ ცხოვრება როგორც კი შეუძლებელი გახდება, ზუსტად იმის გამო, რომ უკვე ხვდებით, რომ ჩვენგან იღებს მთავრობა ხელფასს, იმ საფრთხებელაზე ავტომატურად იტყვის უარს, იმიტომ რომ სინამდვილეში როგორც ვამბობ და მჯერა ამის, რასაც ვამბობ, არავის არ ჯერა, რომ ეს საფრთხე არის რეალური, რასაც არ საუბრობს ქართული ოცნება, ხო? იმიტომ რომ ისე ვიძახი, არც ომის საფრთხე. დღეს მაგალითად უკვე ისე საუბრობენ, რომ ომის საფრთხე აღარ არსებობს. ომი მიმდინარეობს, მაგრამ ომზე აღარავინ არ საუბრობს. საუბრობენ წარსულში, ომში კი ნაღამ ჩაგვდეს. თუ ომი დღესაც მიმდინარეობს, დღეს რატო აღარავინ აღარ ცდილობს ომში ჩაგვდეს, ხო? მაგალითად, რა შანტაჟი რატო აღარ არის, სიტყვაზე ვამბობ, ხო? ამიტომ ეს ნარატივები, დიდი ნარატივები ნელ-ნელა იშლება და მაგას გულისხმობ, რომ ერთი მხრივ იზრდება უკმაყოფილება მოქალაქეებში და ეს არის შანსი, რომ გაირღვეს პერიფერიიდან ყველა პატარა სულელური პროპაგანდისტული ნარატივიდან, რომ ადამიანებს უთხრათ, რომ თუ პატარას გატყუებენ, დარწმუნებული იყავი, რომ დიდსაც გატყუებენ. როგორც მაგალითად გალილეოს ებრძოდა ეკლესია, იმიტომ რომ იქ ხედავდა, რომ თუ მაგალითად, რა ვიცი, მზის გარშემო ბრუნავს ყველაფერი, შეიძლება ადამიანმა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით დასვას, ღმერთი არსებობს თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ ვეუბნებოდით, ორივე ჭეშმარიტება არის, ხო? დაახლოებით იგივენაირად ერთ პროპაგანდა უნდა იყოს მთლიანი და თუ ერთი ნაწილი იმისი არის ტყუილი და ეს ტყუილი არის ცალსახა, ხო? მაშინ უკვე შანსი ჩნდება, რომ ვიღაცა დაფიქრდეს, რომ შესაბამისად შესაძლოა მეორე რამეც ან ცენტრალური რაც არის ის იყოს ტყუილი და აი ზუსტად ამ რისკის წინაშე დგას დღეს რეჟიმი და ფიქრობ, რომ ძალიან კარგადაც დგას და სწორადაც იაზრებს და თუ გაიაზრებს უკეთესი იქნება და ჩვენთვის არის კარგი დასაფიქრებელი, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ისე ვიძახე, ძალიან შორს ვარ იმისგან, რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, მაგრამ აი ამის გააზრება დაგვეხმარება, რომ ცოტა უფრო იმედიანად ვიყოთ.